როცა კი მოვიდა და ჩვენსა წინ მიუჯდებოდი ხოლმე და პირში შევყურებდი თუ რა სიტყოდა. მეორე დღეს სკოლაში მოვფენდი ვაჟას ნალაპარაკებს. ვაჟა და მამა ჩემი აბრამი დიდი მეგობრები იყვნენ. პირველად როცა მამა ჩემი სოფელს მამასახლისად დაურჩევია, ამის შესახებ ვაჟას კორესპონდენციაც კი მოუთავსებია გაზეთ დროებაში. ძველი მამასახლისი, რომელიც არაერთხელ და ორჯერ გაუკიცხავთ დროებაში, გამოცვალეს და ახალი დააყენეს. აბრამ აკობაშვილი დიდი მედებს ჰპირდება და გონია კიდევაც შეგვისრულოს ეს იმედები. ეწერა სწორედ აი ამ გაზეთში. ვაჟა ფშაველა აი ასეთი ოჯახის ხშირი სტუმარი გახლდათ თიანეთში. ხოლო მაზრის უფროსად კი ვინმე ლეონტიევი იყო. აი ეს ლეონტიევსა და ბაბაჩებს შორის ძალიან დიდი მტრობა იყო ჩამოვარდნილი. მაზრის უფროსი ყოველდღიურად ცდილობდა რომ რაიმე მიზეზი ეპოვნა მამაჩემის დასაღუპავად და იპოვნა კიდეც. თბილისიდან ზაფხულობით ჯარი ჩამოდიოდა და იქვე 3 კილომეტრის დაშორებით თიანეთიდან თაზე ბანაკდებოდა ეს ჯარი. გავიდა 2-3 კვირა და ერთი ოფიცერთაგანი მოკლეს. მაზრის უფროსაც ეს უნდოდა. ეს შემთხვევა მაშინაც დაიხვია ხელზე და მისი მკვლელობა მამაჩემს დააბრალა. საფის გავურკვევამდე მაზრის უფროსმა ყარაულები დაუყენა მამაჩემს. მას უფლება არ ჰქონდა ეზოს გასცლოდა. ნახა მამაჩემა რომ საქმე ძალიან ცუდად იყო. მაშინვე აფრინა ვაჟასთან თავისი ბიძა ზაზა ივანე და ვაჟაც მაშინვე ჩამოვიდა. დატრიალდა მონახა სოფლის ეკაური მოწინავე ხალხი. მათ შორის მოსამართლე საშა ჭავჭავაძე, კნეინა ბარბარე ბარათაშვილი, ხდელი გრიგოლ ჭიჭველაძე და სხვა. მივიდნენ მაზრის უფროსთან და ხან დაყოვებით, ხან ბუქარით რომ სოფელი აგეჯაყდებაო, ამ განზრახვაზე ხელი აღებინეს. შემდეგ ეს მაზრის უფროსი თავად აღარ გარჩერებულა თიანეთში. მალე სხვაგან გადაიყვანეს. აი ვაჟა რომ არა გავაჩევს ან ჩამოხრჩობა ან საბუთავო კატურვა ელოდა. ოზიევი კარგად შეეგება ვაჟას ხელი ჩამოართვა და დაიწყეს რუსულად ლაპარაკი. მე რა თქმა უნდა მათი საუბარი არაფერი მესმოდა. უცებ ვაჟა რაღაცაზე განრისხდა და ოზიევს ცილა გაარტყა. ოზიევი მაგიდას დაეცა და ნაპირისპიცარი ჩაამტრია. ბოქაუნმა მაშინ მცველებს უბრძანა დაიჭირეთო. ვაჟამ ხანჯალი გააძრო და განზე გადგა. და თავისი რიხიანი და ამაყი ხმით მიმართა მცველებს. ახლო არ მომეკაროთ, თორე თქვენი სისხლით დავსვრი იატაკსო. მცველები რა თქმა უნდა შეშინდნენ და უკან დადგნენ. ცოტა ხნის შემდეგ ვაჟამ და ოზიევმა ისე რუსულად დაიწყეს ლაპარაკი. კარგა ხანი ილაპარაკეს, მერე ვაჟა ძირ ჩამოვიდა, შეჯდა ცხენზე და ჩარკმისაკენ გასწია. მამა ჩემი სიცოცხლეში ვაჟაც, ბაჩანაც და მათი მამა პავლე მღოდელიც ხშირად მოდიოდნენ ჩვენსა. ვაჟას არც მამა ჩემი სიკვდილის მერე მოუკლია ჩვენთან სიარული, მოდიოდა გნახავდა, კითხულობდა, როგორ ახართ, ხომ არავინ გჩაგრავდა.
ვაჟა ხელმწიფეს ედავებოდა ფშავ-ხევსურების ადგილში. ის ამტკიცებდა, რომ ეს მიწა-წყალი მეფე ერეკლე მაჩუკა ფშავ-ხევსურებს და მხოლოდ მათია. იგი ხალხისაა და მეფის რუსეთს და მის ხაზინას არავითარი უფლება არ აქვს ბაჟი აიღოს აქედანო. ამაზე დაიწყო დავა, დიდხანს გაგრძელდა, ბოლოს და ბოლოს ვაჟამ გაიმარჯვა ამ ბრძოლაში და ეს მიწა-წყალი უბოძა ფშავ-ხევსურებს. საყარაულო ნიშნებიც კი დააწესა. მე მაგალითად ტყის ყარაულობა ჩამაბარა, ხოლო პავლეს მინდვრების დაცვა შესთავაზა. ეს საყარაულო ნიშნები რაღაც უშნო და ოთხკუთხა იყო. სოფელში დაცინვა დაგვიწყეს, ჩვენ კი ახალგაზრდები ვიყავით და რაღაც ვერ ავიტანეთ ეს დაცინვა. ნიშნები მოვიხსენით და ჯიბით ტარება დავიწყეთ. ვაჟა პირველივე შეხვედრისთანავე ნიშნები მოგკითხა. რომ დაინახა, რომ არ გვეკეთა, ნიშნები ჩამოგვართვა, გაგვიბრაზდა და თითო სილაც გვითავაზა. თქვენ ამის შნო არ აქონიათო. მერე ხურჯინში ჩაალაგა და ვის გადასცა, ეს კი აღარ ვიცი. 1907 წელს სიმფეროპოლიდან თბილისში დაუბრუნდი და დროებით ჩემი სემინარიელი მეგობრის ილო აგლაძის ოჯახს შევეკეთლე. ბატონო იპოლიტე, მომართა ერთ დღეს ილოს მეუღლემ ოლღამ. მე გადავწყვიტე, ჩემი პატარა გოგონა ვაჟას და თქვენ მოგანათრინოთ. ვაჟას როგორც ჩემს საყვარელ პოეტს და თქვენ როგორც ილოს სიყრმის მეგობარს. დათვლობის დღეც დაინიშნა. ვაჟა ერთი დღით ადრე ჩამოვიდა. მეორე დღეს მოვიდნენ ოჯახის ახლობლები, სახალხო გაზეთის თანამშრომლები, აგრეთვე ივერიის ყოფილი თანამშრომლები. შევნიშნე, რომ სოციალ-ფედერალისტების ლიდერები ვაჟას განსაკუთრებული ყურადღებითა და პატივისცემით მიესალმდნენ. ვაჟას კი მათ დანახვაზე მაინც და მაინც დიდი აღფრთოვანება არ გამოუხატავს. ცალკე იჯდა და არც ერთ მათგანთან საუბარი არ გაუმართავს. მე და ია ეკალაძე ერთად ვისხედით. იამ ჩუმად მითხრა. ხომ ატყობ, ვაჟა ფედერალისტებს ებუტება. მათთან საუბარიც კი არ სურს. რატო? გითხრე მე. იმიტომ რომ როგორც ილიას მასაც არ მოსწონს მათი ორმაგი პოლიტიკა, ორ სკამზე ჯდომა. დამთავრდა ნათლობის პროცესი. გაიმართა ქართული სუფრა. ვაჟა და მე როგორც ნათლიები სუფრის ცენტრში დავგვსვეს. ტოლუმბაშობდა ვახტანგ მუსხელიშვილი. ბევრი სიტყვა წარმოითქვა. სოციალ-ფედერალისტები განსაკუთრებით ხაზს უსვამდნენ თავიანთ ერთგულებას ეროვნული საკითხებისადმი. ტოლუმბაში ალავერც ვაჟასთან გადმოდიოდა. ისიც პირწმინდად ცლიდა ყანწებს, მაგრამ ცოტა არ იყოს სიტყვა ძუნწობდა. მოკლედ თითქოს უგულოდ სვამდა სადღეგრძელოებს. გავუბედე და ცოტა ხნის მერე ვკითხე. ბატონო ვაჟა, რატომ ხართ უგუნებოდ მოწყენილად? არ მიყვარს ეს ხალხი. არ მწამს მათი სოციალისტობა. ილიასაც არ მოსწონდა ეს ვაჟბატონები. კეიფი კი გრძელდებოდა. ვიღაცამ ხმამაღლა წამოიძახა. სთხოვეთ, ბატონო თამადა, ვაჟას წაგვიკითხოს ილიასადმი მიზღვნილი ლექსი. სთხოვეთ, იგრიალა ხმამ და ტაშმა.
ვაჟამ არ იუარა და დიდი გზნობით წაიკითხა. თავისი ცნობილი ლექსი ვერ მოჰკლეს. საძირკვლად აზრი ჩააგდე. ზედდასდგი გრძნობის ტაძარი. მან გაანათა სხივებით ჩვენი სამშობლოს მთავარი. გვყარაულობდი თვალფხიზლად, შენი ყავ ჩვენი საფარი. მოგკალით ჩვენისვე ხელით, მოძმეთთვის ნაჭირ მაგარი და შენი სისხლიც იქ ბრწყინავს, სად წინაპართან თხეულა, რომელთა ხსოვნა შენს გულში აროდეს გამოლეულა. იმათ სისხლს არ აგვისპირსა, შენიც დაერთო წლეულა. მოკვდი თვის სატრფოს კალთაზე, დადუმდა ჩანგის სიმები, აყვავებული მამული, გაგვიხდა დასატირები, დაგიკოცნიან სახესა, ნათელს არ აქვს გმირები. შვილის დაკარგვას გლოვობენ ტურფა ალაზნის პირები, კაკოყაჩაღთან ერთადა მოსთქვამენ გლეხის შვილები, უსამართლობის მსხვერპლები, ყაჩაღად გაცვივნილები. ჩვენი საწყლობის მოზარებ, იქ და ისვენო ეგები, ჩვენ რა ვქნათ, ჩვენა ცოცხლებმა, რომ შემოვივლეთ ბექები, ვხდებით ყვავყორნის სადილად, ტურამელს გასაცვლეფები. ვაი რომ გვრჩება აკვანი ბაზალეთის ტბის ძირასა და დიდხანს კითხვაზე გვრჩება, ვინა მოიღებს იმასა, ან იმ ბალხს ვინ უპატრონებს, უსუსურს მტირალს ბედისა, აკვანში რომ წევს საწყალი და ძუძუს წყურის დედისა, ან იმ ცრემლის ტბას დიაცა, ერისგან დანადინარსა, ვინ დაშრեց, ვინ უპატრონებს იმ უსუსურსა მტირალსა. ვერაფერს ვამბობ, ენა დუმს, თავზე დაგვჩხავის ყორანი, გაღმა გასვლისა მსურველთა, უკუღმა მიყვავს ბორანი. გაგვი ბატონ და მგოსანო, სირეგვნე შეუწონარი. ახლა დიდაკაკის მოусმინოთ, როგორ ისხენებს იგი ვაჟა ფშაველას. გასული საუკუნის მეორე ნახევარში რუსეთში გამოჩნდა ახალი ერმაკი. ვიღაც, ვითომ და ატამანი თავისუფალი ყაზახებისა, აშინოვი. ჭინჭრაქის ტრაბახი ზღვას ცეცხლს წაუკიდებო, ხალას ჭეშმარიტებად მიიჩნიეს განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კატკოვმა, იმ დროს რუსული პრესისა და ლიტერატურის ტონის მიმცემმა, თავისი მფარველობის ქვეშ აიყვანა ეს ტრაბახა ადამიანი. ცენტრი რომ მოხიბლა ამ გმირმა, ახლაც და დედაქალაქის სხვა ქვეყნებში მოინდომა. იგი ჩამოვიდა ტფილის და დაიწყო ოინები. ფიქრობდა, დედაქალაქები გავაცრუედა, პროვინციაში ვინ გამიბედავს რომ არ დამიჯეროსო. მაგრამ
საქმე სხვაგვარად მოტრიალდა. მაშინ ერთადერთი ქართული გაზეთი დროება გამოდიოდა. აქ დაიბეჭდა სტატია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ გამოჩენილა ვიღაც აშინოვი, რომელიც თავის თავს თავისუფალი ყაზახების ატამანს უწოდებს. სხვათა შორის იგი გვარწმუნებს, ჩემი ხანჯლის წვერზე მივართმევ რუსეთს თეირანსო. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, ჩვენში ეს მხოლოდ და მხოლოდ მსმენელთა სიცილს თუ გამოიწვევს. მაგრამ უცნაური ისაა, რომ პოლიცია ამას ყურადღებას არ აქცევს. ასე წერდა გაზეთი დროება. ერთ მშვენიერ დილას რედაქციის კანტორაში ვისხედით თვითონ სერგეი მესხი რედაქტორი, მე და ახალგაზრდა ვაჟა ფშაველა. მას როგორც მთიელს ჩოხა ეცვა და ხანჯალი ეკიდა. უცებ შემოვარდა ვიღაც კაცი. ჩასხმული, ქერა, მაცეცა თვალებიანი, ყაზახურად გამოწყობილი და დაიწყო გააფთრებულად. დროების რედაქცია აქ არის? რომელია რედაქტორი? რედაქტორი მე ვარ. რა გნებავთ? როგორ თუ რა ვნებას? თქვენ მოათავსეთ სტატია, რომელშიც გალანძღეთ აშინოვი. აშინოვი კი მე ვარ. თქვენ როგორც ტუზემეც, ალბათ არ მოგწონთ ჩვენი კონფიდენციალური პოლიტიკა. ესე იგი რაღაც ბოდვაა. განა თქვენ დედაქალაქის გაზეთებს არ კითხულობთ? თუ შეიძლებოდეს ნუყერით. აქ ბაზარი არაა, რედაქცია. მიბრძანდით აქედან. მე აქედან ცოცხალი თავით არ გავალ. დაიყვირა აშინოვმა და ხანჯალზე ხელი წაიმო. რედაქტორი გაფითრდა. მე შევშინდი. ხოლო ახალგაზრდა ვაჟა ფშაველამ, რომელიც ცნობის მოყარებით უყურებდა მთელ ამ სცენას, უცებ წამოხდა, სტაცა აშინოს ხელი და მაღლა აიტაცა. ჩვენი გმირი, რომელიც თავისი ხანჯლის წვერზე გვპირდებოდა თეირანის მორთმევას, ამგვარ რამეს არ ელოდა. მას უცბად მიავიწყდა თავისი ხანჯალი, კილო ციცვალა და მთავრობასთან ჩივილით დაგვიწყო მუქარა. მაგრამ ვაჟა ფშაველამ დიდხანს ლაპარაკი არ დააცადა, სტაცა ხელი და კიბეებზე დააგორა. მართალი გითხრათ, რამდენიმე დღეს ჩემს სტაფაში ვერ ვგრძნობდი თავს. მე შინოდა ქუჩაში არ შევხვედრობდი ამ თავზე ხელაღებულს. მაგრამ მალე გაირკვა, რომ აშინოვი მაშინვე გამქრალიყო თბილისიდან და მისი კვალიც არავინ იცოდა. ახლა ოსა ზურაბაშვილის მოგონებას გაგაცნობთ. აი ტანაშვილ ვაშლის სხლისა და ბლის ხებს რომ ხედავთ, ვაჟას ნახელავია. შავში სულ პირველად ვაჟამ შემოიტანა ქართლიდან თუ კახეთიდან ნამყენი ხეხილი. აი ეს კაკალიც ვაჟას დარგულია, ახლა მის ეზოში რომ დგას. ახუნის მთაზე, საფუტკრის გორაზე ჩვენებურად გლეხურად თიბავდა ხოლმე. შაური გუთმით ხნავდა. ჭიჭა ხევაზე, აფხუშურაზე წითელ ფორაქიან კალმახს იჭერდა მგოსან. ჩარგლისა და ყოფშის ტყეებში ნადირობდა. სკოლაც ხომ პირველად ვაჟას თაოსნობით გაიხსნა ჩარგალში. თავრობის მოხელეებსაც ის პირველი გადაეღობა წინ გოლიათური მხარბეჭით. სიღარიბისა და შიმშილისაგან შეწუხებულ დუშეთისა და თიანეთის მაზრის მთებში მოსახლკარე ქართველობას ფშაველებს, გუდამაყარებს, ხევსურებს, მთიულებს და მოხევეებს 1905 წელს ვაჟა ფშაველა გაუწვა შირაქის გულუხვი ველისაკენ. ქართველი მოახალშენელი ვაჟას თაოსნობით დასახლდნენ მადრიან ველზე. დაიწყეს ცხოვრება. ფშაველებმა დაიჭირეს ჩრდილო ნაწილი შირაქისა და გააშენეს სამი სოფელი. ზემო ქედი, ქვემო ქედი და შუაზე არხილოს კალო.
გულუხი ბუნება და ნაყოფიერი დედამიწა დაუხდა ფშაველებს ქეთში, მაგრამ 1906 წელს მთავრობამ შირაქში გადმოსახლება შეაჩერა. დასახლებულებს ჯერ უკან დაბრუნება მოუნდომა, მაგრამ რა კი ვერ ამოახერხა რა, ახლა შირაქიდან სხვაგან გადასახლებაც სცადა. აქაც ისევ ვაჟას თაოსნობით მოგვარდა საკითხი და ქედლები თავიანთ ახალ ბინაზე დატოვეს. მაგრამ შემდეგ კიდევ არასასიამოვნო ამბავმა იჩინა თავი. ფშაველებს და თუშებს შორის ჩამოვარდა უთანხმოება. შირაქში მოთარაშე ბობოლა თუშები წინააღმდეგი იყვნენ ამ მიწა-წყალზე ფშაველების დამკვიდრებისა. საძოვრების ფართობი მცირდებაო, ჩვენს ცხვარს ადგილი აღარ ყოფლისო. თუშებსა და ფშაველებს შორის დავამ დიდხანს გასტანა. დაწიოკებულმა ფშაველებმა ისევ ვაჟას მიმართეს. თუ რამეს გვიშველის, ისევ ჩვენი მოამაგე ვაჟა გვიშველისო. ვაჟა ფშაველამ ბობოლა თუშებს, მეფის ხელისუფლების სხვა მოხელეებს და მოსამართლეებს დაუმტკიცა, რომ შირაქში წილი ხარი ფშაველებსაც ჰქონდათ. სასამართლოზე სიტყვას რომ ამთავრებდა, ვაჟამ ფალავანივით შეარხია მხარმკლავი, მიუბრუნდა თუშების წარმომადგენელს და უთხრა პროკურორის კანცელარიაში, რაც დღე დაგმართე, იმაზე უარეს გიზამ ახლავ. მამრიგებელი მოსამართლე ბატკნების მოსამართლეა და არა ხალხისაო. ცხვარი ხალხს ეკუთვნის და არა ცხვარს ხალხი. შირაქში საზავთრო საძოვრები სადო გამეხდა. მოსარჩელეთ ვაჟა ყავდა. საქმის გადაწყვეტას მეც ვესწრებოდი. შირაქის საძოვრებში ფშაվել მეცხვარეებს წილი ჩაგვიდეს. იმის შემდეგ ბევრმა მთიელმა მიატოვა მოუსავლიანი ადგილი და სამკვიდრო ბინა შირაქში დაიდო. ერთხელ უკანაფშავის მოსახლეობის ყრილობაზე, სადაც ვაჟაც მონაწილეობდა, იახსარის ოქროს ჯვარზე დაიფცა ხალხმა, რომ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებდა ერთობისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის. ვაჟამ ამ ყრილობაზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. მან თბილი სიტყვა ლექსით დაამთავრა. კიდევაც ვნახავ გაზაფხულს, ყელმოღერებულს იასა, სიკვდილის სიცოცხლედ მქცეველს, იმის სიტურფეს ღვთიანსა, ამწვანებულსა მთაბარსა, დამწყაზრულს ყვავილიანსა. კიდევაც ვნახავ ცაშჭექდეს, თოვლის წილწვიმა ცვიოდეს, ანოყივრებდეს მიწასა, მდინარეები ხვიოდეს, აღარ ვინიტან ჯებოდეს და აღარ ცავისა შიოდეს. სიმართლის გამარჯვებასა მთაზე არწივი ყიოდეს, მეც მას ბანს ვეუბნებოდე, გული აღარა მტკიოდეს. გუშინ წინ ვნახე, გუშინაც გველის წამლავდა იასა, აშლიდა შხამსა და გესლსა ვერ კი აძლევდა ზიანსა. დღეს ვხედავ, ია მთელია, სურნელოვანი ნაზია, ვუცქერ და ვამბობ იმასვე, რა ტურფა, რა ლამაზია. გველი დაღოღავს მუცლითა, არჩობს ბოღმა და ბრაზია. კიდევაც ვნახავ, უხვადა, ვარდნი იანი ხვაოდნენ, ნაცარმტვრად იყვნენ ქცეულნი, ვინაც გუშინა ზვაობდნენ, შხამის და გესლის მთესველნი, მოისპნენ, არა რაობდნენ, ჩვენი სიკვდილის მსურველნი, ყორნები ვეღარ ჩხაოდნენ. დახბეროს, სიცოცხლის სიომ, მომაკვდავს არემარესა, გაუათასდეს სინათლე ცაზე, მზესა და მთვარესა, უხვადას ზღვნიდეს წყალობას, ამ ჩვენს დაჩაგრულს მხარესა. ჩვენს მსხვერპლნი ძალმომრეობის, ცრემლს აღარ ვურიდეთ მწარესა, ჩიტების ტკბილი გალობა ისმოდეს ყოველ მხარესა. ვიხილავ სანატრელს სახეს, რომ ამდგარიყოს მკვდრეთიდან, გვერდს ედგნენ მისნის ვარაკნი, გაფიცულები გვერდითა, ჭაბუკნი, თავდადებულნი, ტრფიალით მეტის მეტითა. ტანს უმშვენებდეთ წყლულები, ერთგულ მამული შვილებსა, ანგელოზები დაფნისას, გვირგვინსად გამდნენ გმირებსა.
მთელი ჩემი ცხოვრების პარადოქსია. როცა ვხნავ, პოეზიაზე ვფიქრობ. როცა ლექსებს ვწერ, პრაქტიკულ საქმეებზე ვსაზრიანობ. ხან ერთი მიშლის ხელს, ხან მეორე. ეს აკვიატებული აზრი ხშირად გამოუთქვამს ვაჟა-ფშაველას, როცა იგი საკუთარ შემოქმედებასა და ცხოვრებაზე მსჯელობდა. მართლაც და საოცრად იყო ერთმანეთზე გადაჯაჭვული მისი შემოქმედებითი მუშაობა და პრაქტიკული საქმიანობა. წვრილმან საოჯახო, საარსებო საზრუნავს რომ თავი დავანებოთ, იგი მუდმივად იყო ჩაბმული საზოგადოებრივი მნიშვნელობის საქმეებში. ხან თაში იალაღების მოწესრიგებაზე დარბოდა, ხან შირაქის ველებზე, ხან საკუთარი სოფლის მცხოვრებთა ინტერესების დაცვაზე ხარჯავდა დროს, ფულსა და ენერგიას. ხანაც თავისი ნაწერების გამოცემაზე წვალობდა და ასე დაუსრულებლივ. დაგძინებია ქალაო ლანაზო ხუჭუჭთმიანო ნეტავი გამაგებინა რაგესიზმრება ღვთიანო ნეტავი გამაგებინა რაგესიზმრება ღვთიანო საფრთხილო კიაზეცაო შენ გევედრები ბეჩავი მაგოგოს კალთაფარო არიდო ყველა მასავი მაგოგოს კალთაფარო არიდო ყველა მასავი თუმის თვალები გაქრება დასხივს არ მომაყრიანო რაც ქვეყანა